ორსაც ბუდუზე უკვე ვთქვით. და გრიგოლ დოლიძეც გარკვეულ პერიოდში დინამოში ირიცხებოდა ჯობია ალბათ რომ ითქვას. ბევრი მატჩი არ აქვს შეტარებული. საინტერესო შეტევა გიგაურის უძლიერესი დარტყმა ჯანგარის. მათეცინცაძე კარგად შენიშნა გიორგი ქიმაძის მოძრაობა და ხიფათი შეიძლება შეიქმნას დინამოს კართან, კარგად მიიწევს იქიმაზე ჩაწოდება და ხარიხამ გადაარჩინა თბილისის დინამო ბუდუზი უზივაძეს ჰქონდა გატანის შანსი. კარგად ჩააწოდა გიორგი ქიმაძემ და ახლოს კუტალიასთან ხშირად მოქმედებს კუხიანიძე საქმეთა კარგი პასი შენგელია ერთ-ერთი მეკარესთან და გადაარჩინა გვასხვაცემ ტორპედო. კარგად შეაფასა სიტუაცია ლევან კუდალიამ, კარგი პაუზა აიღო, პასით მშვენიერი გააკეთა და ნაზე ბურთი დაიტოვა ქუთაისის ტორპედო, მისეუ ქავთარაძე ჩაწოდება საჯარიმოში. დოლიძე ვერ დაიგო ბურთი, უკმაყოფილო არიან ქუთაისელები. 11 მეტრიანის დაფიქსირებას ითხოვენ ხელით თამაშის გამო დინამოს საჯარიმოში. გაური ტორპედოს ყავს გაფრთხილებული 28 წუთი მიდის შეხვედრის. ორივეს აი ეს ეპიზოდი ახ შეეხო ხელზე ბურთი აშკარად. ბუდუზე ჩააგდო საჯარიმოში, კიდევ ერთი პასი. შეუცვალა ბურთს მიმართულება, მაინც მოახერხა დარტყმა. დოლიძის პასის შემდეგ ბუდუზი უზივაძე თავისი გუნდის შეტევის დაწყებას არ გამოუვიდა. რუხაია ცდება, მოპარამას ბურთი ნოდარ ქავთარაძემ შევიდა საჯარიმოში, წაიქცა ქავთარაძე და სიმულაციისთვის კიდევ ერთი ყვითელი ბარათი. კი, თორნიკე კაპანაძეს, ეს კაპანაძე ყოფილა და არა ნოდარ ქავთარაძე. როგორც ჩანს, აქაც მიიჩნია ჯენერი ხორავამ, რომ გაძურა აქ ბურთი, ქავთარაძის დარტყმა, ზუსტად კარის ჩარჩოში წავიდა, თუმცა 4 გოლი გაიტანა ლოკომოტივთან. 4-0 და საფრთხეოსთან 4-2 ცინცაძის ჩაწოდება. კობახიძემ დაარტყა საჰაერო ორთაბრძოლის მოგების შემდეგ კარის მიმართულებით, მაგრამ მისი დარტყმა კარგი პასი გავიდა რუხაია, მაგრამ დაზღვევაზე ნოდარ ქავთარაძემ ითამაშა ძალიან კარგად და დაიწყო ტორპედოს კონტრიერიში. ნოდარ ქავთარაძე ისევ თვითონ არის ბურთით, არ ჩქარობს გაშორებას, კარგი ჩაწოდება და ვერ მიასწრო, ვერ დაარტყა ბურთს ბუდუზი უზივაძემ, თუმცა იერიში გაგრძელდა ცინცაძის შორეული დარტყმა უკვე არაზუსტია. უფრო აქტიურად შეეძლო ალბათ თამაში ბუდუზი უზივაძეს. ჩააწოდა კუხიანიძემ და გადაარჩინა ტორპედოს ვასხვაცემ. რა შანსი ჰქონდა ახლა დინამოს. მეჯუბი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს თავით. მან მოიგო საჰაერო ორთაბრძოლა და კარბიამ დაარტყა კარის მიმართულებით. რა რეაქცია გამოავლინა აქ ტორპედოს კაპიტანმა, ძალიან თავით. ჩაწოდება კიდევ ერთი ჩანსი ისევ მეჯუბმა მოიგო. და კონტრიერიში შანსი ქუთაისის ტორპედოს ბუდუზი უზივაძე დოლიძე ეხმარება, მიიღო ბურთი დოლიძემ. კარბია. ხუთნი არიან შეტევაში არა რუხაია დროებით, თუმცა ქავთარაძე შორეული დარტყმა. კიდევ ერთი ხიფათი და ოდნის კიდესთან. წაიქცა კუხიანიძე, ჯარიმა არ არის. წამოიღო ბურთი მათეცინცაძემ, ბუდუზი უზივაძე, თორნიკე კაპანაძე აქვს სივრცე. პასიც გააკეთა ნოდარ ქავთარაძე, მიიღო ბურთი და არტყა კარის მიმართულებით და კიდევ ერთხელ გადარჩა თბილისის დინამო. მოძრაობს. კარგი პასი გააკეთა მერაბ გიგაურმა, თუ მიიღებს ბურთს ნოდარ ქავთარაძე, მიიღო. გეგეჭკორი ეხმარება, ძალიან აქტიურად შეიწია ცენტრისკენ და არტყა კარის მიმართულებით და სწორად შეარჩია პოზიცია. ტორპედოს შეტევას. პირველად მიიღო ბურთი ლუკა. წინა შეხვედრაში იგი სასტარტოში იყო, პასიც რა კარგი გააკეთა. მიხმარება ჭირდება ბუდუზი უზივაძეს. არ არის მისთვის იდეალურ პოზიციაში, ციქარიძე მიეხმარა, საჯარიმოში არიან ტორპედოს ფეხბურთელები, კარგი პასი ქავთარაძე, ცინცაძე და ისევ პარალელსმა გადაარჩინა თბილისის დინამო. ქავთარაძე, გეგეჭკორი ეხმარება კარგად, გეგეჭკორისკენ გადაცემა ერთი შეხედვით უნდა ჩააწოდოს, ჩააწოდა კიდეც. რუხაია დარტყმა. მოაჭდა ბურთი ფეხზე გიგაურს. კი მოასწრო პერალესმა, მაგრამ მოახერხებდა თუ არა ბურთის მოგერიებას, კაცმა არ იცის.
ბოლო წუთები ტორპედოსია. კი, ერთი მონაკვეთი თითქოს დინამომ მოიპოვა უპირატესობა და მოახერხეს თამაშის სცენარის შეცვლა ქუთაისელებმა. ქიმაძის შეწოდება საჯარიმოში დასწრებაზე თამაშს ცდილობდა ნოდარ ქავთარაძე, მაგრამ ბოლო მომენტში ვეღარ მივიდებოდა ახლა. ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაკომპლექტებული დაცვა ყავს ქუთაისის ტორპედოს. ამბავ ნახოთ ქუთაისელების იერიში ლუკა ძრუმოძრაობა ჩამოიცილა, მეორეთი დაარტყა. და ისევ პერალესმა მოახო რეაგირება. ძალიან კარგად ითამაშა ლუკა. კარგი იყო ნამდვილად ბრაზილიელი. ორად დაარტყა და გადაარჩინა დინამო ესპანელმა მეკარემ. აზაც კი მითამაშა თავი შეეხო გურჩენგელია სამი ფეხბურთელი კარგი პასი იტალიას ერთი შეხედვით დარტყმა. როინკოა სხვაძემ ითამაშა ძალიან კარგად, რასაც უნდა აწყობდეს საბურთალოა. ორი მთავარი კონკურენტი, ხო, მოქმედი ჩემპიონის. სატურნირო ცხრილში საბურთალო შეინარჩუნებს ლიდერობას, ხოლო დინამოს და ტორპედოს ბათუმის დინამოს გავსად 6 ტურის შემდეგ 10 ქულა ექნება. და შანსი! რა შანსი გაუშვა ციხარიძემ, გრძელდება ტორპედო შეტევა. რიჩარდ ლუკა ჩააწვის კუთხურიდან. კობახიძემდე ბურთი არ მიუშვეს. ჩაჩუამ დაარტყა ძალიან შორიდან და დარტყმა კარიდან. ძლიერი იყო ჩაჩუას დარტყმა, მაგრამ